რამდენად არიან დაინტერესებულები პატარები, ახალი თაობა რამდენად ინტერესდება ქართული ხალხური სიმღერით? მგონი რომ იმაზე მეტად ვიდრე ჩვენ ვაწვდით. ქართული ხალხური სიმღერა არ იყო პოპულარული, ეს ვიცით და ამ ამბავს სწრაფად გავივლი. ჩემ თაობაში დაიწყო უფრო მერე პოპულარიზაცია და მეტი და მეტი მხარდაჭერით ნელ-ნელა უფრო და უფრო წინ წავიდა. მაგრამ ბავშვი არის ძალიან ნედლი იმისთვის, რომ ყველაფერი მიიღოს. მას აქვს მზაობა ყველაფრისთვის. და რაც უფრო საინტერესოს, ისტორიულს, მზად, მრავალფეროვანს და ლამას აწვდი, ის უფრო მეტ სხვა ესთეტიკას გულისხმობს. ერთხელ ითქვა, რომ აი ღვთისმსახურებაზეო, წირვაზე, როცა საგალობლები დაბრუნდაო, ქართული გალობაო, რთული მოსასმენი იყო, იმიტომ რომ სხვა რაღაცას ვიყავით მიჩვეული. აი ძალიან პოპულარულ და მარტივ მუსიკას, რომელიც არც იძველიდან არ იღებს. აი სახელდახელოდ შექმნი უცებ მიწებებულ ტექსტებს და როცა უკვე ესეთი მრავალფეროვნება და სიღრმე და სირთულე გამოჩნდება ხოლმე, იმას გაწვრთნილი ყური ჭირდება და მზაობა ჭირდება ინტელექტის, რომ მიიღოს. ინტელექტი როგორც მოყვება, ასევე თან იზრდება და იწვრთნება და ჩვენ თუ ამ ბავშვებს თავიდანვე შევთავაზებთ მაღალ თამასას, საიმისოთ, რომ მაქსიმალურად ხვალზე კიდევ უფრო მეტ სირთულეს გაუძლონ და მოერიონ და უფრო მეტით დაინტერესდნენ, რა თქმა უნდა, მათი ინტერესი უფრო და უფრო დიდია. მე რომ ხალხურ სიმღერებს ვსწავლობდი ბავშვობაში, ახლა ესენი იმ სიმღერებზე არ კმაყოფილდებიან, უფრო რთული და უფრო მეტი უნდათ. ჩაკრულო ისე ნამღერი, როგორც ეს რანინაში მოხდა, მაგალითად, ბავშვების მე არ მახსენდება. ამიტომ ეს იმას ნიშნავს, რომ თაობა ახალგაზრდავდება და შესაბამისად სირთულეს უფრო ახალგაზრდა ასაკში ერევა.